ეს არის მანგო. არა, ქოქოსის ცხიმი. ეს არის ქოქოსის ცხიმი. ეს ეხლა რო ვთქვა ჩვენ ითვლება მაინც ზეთში და ზეთს რო ვამატებთ, ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ზეთებში არ შევიყვანოთ. ამ მანგოს კარაქსაც ვამატებთ. და ვაკეთებ მე ფუძეს, აი ეს უნდა გაღვეს. ეს უნდა გაღვეს. და მე დავამატებ მე გასავსებია. ეხლა დავამატეთ, აბას ჩვენ ვამატებთ ზეთებს და ზეთებს როგორ ვამატებთ? ეს არის ჩემი იდეა საერთოდ. თუ ახლა ბეჯგუბის ვიტამინები გაერთიანდა, თუ მაგალითად ბეჯგუბის ვიტამინი B12 ვიტამინს ვაერთებთ დამაყუჩებლებთან და რაღაცა გადავწყვიტე, ისე იგი მე თვითონ ჩემი იდეა ესა, მრავალი ზეთები გავაერთიანო ერთად. მრავალი ზეთები. აი მაგალითად ეს არის ესე იგი ავოკადოს ზეთი. აი ჩასხვის მასე არა. ეს არის ისე იგი ნუშის ზეთი. ეს არის ყურძნის წიწმების ზეთი. ეს არის სტაფილოს ზეთი. ეს არის ზეითუნის ზეთი. ეს არის ჯოჯობას ზეთი. და ეს არის ისე იგი ბრინჯის ზეთი. ჩვენ შეგვიძლია ვისაც რა სურვილი გაქვს, აი ამ ზეთები დავამატოთ, მაგრამ მე ახლა ხელთ ეს ამაქვს. და ამიტომ ამათ უნდა გადავიანგაშოთ, რამდენი ჩვენ ჩავყარეთ აქ აისა. ის უნდა გამრავლდეს 2-ზე. უნდა გამრავლდეს 50, რამდენი ყახლა დავთვალოთ და იმდენი ის ორჯერ გამრავლოთ, მანგოს არ მასვიზა. აი მანგო მაგალითად აი ამას არ ჩავთვლი. დანარჩენი უნდა გამრავლდეს 2-ზე და იმდენი ზეთილა დაესხას, რომ ფუძე შედგეს აი ამნაირი ფუძე. აი ესე ხო წუხელის გავაკეთე, აი ამნაირი ფუძე რო შედგეს. აი ამნაირი ფუძე. აი რო შედგეს. უნდა დაესხას, ისე იგი და ეხლა ვიანგარიშოთ რამდენი არის ჩამოთვალეთ კაკაოს 150 იყო. 150 ადვილად. ჩვენ მაშინ 300 გრამი უნდა დავამატოთ ზესი. აი ასეთი აი გვაქვს საზომი, აი 300, ეს 250-ია. შეგვიძლია 250 დავამატოთ მაგალითად. და თუ მე ამას რო გავალღოთ, აი შემდეგ ავიღებთ ჭურჭელს, ჩავასხავთ წყალს, ჩავდგავთ შიგნით და გავაწყობთ და უռევთ და რო გაღვება, ესე იგი შემდეგ უნდა აუცილებლად ერთი დღე მომამე უნდა იდგეს და გაცივდეს. და იმის შემდეგ გვაქვს რომ მერე უნდა მოხდეს ამ ყება კრემზე დამატება იმისი მაგალითად A და E ვიტამინი ეს გამოდის ერთად. A და E ვიტამინის შეერთება თვითონ აფთიახმაშია ერთად. და მე ზეთებს ვაერთებ. აი ეს არის ჩემი იდეა. და ახალი მე რო ვამბობ ჩემებური მისია, ეს არის ჩემებური მისია, რომ გავაერთიანე მრავალი ზეთები ერთად. და აქაც ისე იგი უკვე მთავრობამაც გააერთიანა A და E ვიტამინი ერთად ფარმაცევტმა გააერთიანა. აგრეთვე ვამატებ ისე იგი ესენი რა ეს არის ჰიალურონის ჟავა, აი ჰიალურონის ჟავას ვამატებ. აი ახლა ისე იგი შეიძლება იყიდება ჰიალურონის ჟავა, კოლაგენი და ელასტინი ერთად არის გაერთიანებული და იყიდება, მაგრამ ვერ ვიშოვე და ამიტომ მარტო ჰიალურონს ვამატებ. აბა და ყველაფერი უნდა დაემატოს, აი მაგალითად ესა ის სურნელი და სურნელებასაც ვამატებ. შეგვიძლია ისე იგი დავამატოთ ესე იგი მის ზეთი აბუსალათინის ზეთი. აბუსალათინის ზეთს არ ვამატებ, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად მუწუკებ და რამე იმაზე ვხმარობ და თაფლის სანთელი უნდა აი ახლა თაფლის სანთელი რაც ჩვენ დავამატეთ იმის ნახვარი უნდა მოხდეს დამატება. იმის ნახვარი თაფლის სანთელი. აი ეს რაღაც შემოსატეხია. ამიტომ ახლა ისე იგი ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ისე იგი მას ჭურჭელს, აი მაგალითად ამოვიღებთ ახლა მე ახლა ისე იგი ამოვიღებ იმას. აი ამას ამოვიღებთ. ეს არის წუხანდელი გაკეთებული, აი ამიდან ყოვზე მომეცი. ამოვიღებ ყოვს მაგალითად აი ესე, აი ეს არის ფუძე. ფუძე არის ესა. ამოვიღებ ფუძეს და ამის გათქვეფა უნდა მოხდეს. რამდენს იღებ? გრამი.
რა ამას მნიშვნელობა რა ბეზგი რადეს ეხლა ჩვენ შეგვიძლია ამას ვითი რა ოპერატორობა ეს არის ფუძე ამას ჩვენ ვინახავთ საყიდულეში და როცა მომინდება იმდენ გავაკეთებ ჩემთვის და ახლა თუ ვისაც გასაყიდათ უნდა მას გაკეთებ თეატრს აკეთებს მაგრამ ვისაც არ უნდა გასაყიდო საკუთრად უნდა ოჯახში კონდეს და ინახავს და რამდენიც უნდა თქვა 100 მილიგრამს გააკეთეს ანუ 200 მილიგრამს გააკეთეს ჩვენ ახლა ამ წუთას ალბათ გავაკეთებთ 200 გრამს გავაკეთებთ ალბათ ესე ხა რაც ჩამოთვალე და რაც აქ არის ის არის აქ ხო ყველა აბსოლუტურად არის აქ შერეული აბსოლუტურად ეხლა ესე იგი ზოგი ამბობს რომ ეს ზეთების გაერთიანება დაგვიждდება ძალიან ძვირიო მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ხოლმე დაასხა მაინც 300 მილიგრამი ზეით ჩვენ დროს მაგალითად როცა ისე იგი 56 წლის უკან მარტო ზეითუნის ზეთით ვაკეთებდით სპერმაცეტით კაკაოს სხივით ვაკეთებდით და ისა კაკაოს სპერმაცეტით და კიდე რა იყო აღარ მახსოვს მაშინ არ იყო ხო ამდენი არჩევანი ზეთების მაშინ ისე იგი ზეთების ამდენი არჩევანი არ იყო ამდენი არჩევანი არ იყო ხოლმე ერთი ზეითუნის ზეთი იყო რომელსაც ისე იგი ვამატებდით და თაფლის ათელი იყო და განსხვავება ეს არის კიდე რომ მაშინ ბეჯგუფის ვიტამინებსაც ვამატებდით და არ ვამატებდით ე და ა ვიტამინს საერთოდ აი ახლა ისე იგი ამ კვებას რა მოვიღებთ ჩვენ მოვთქვიფავთ ჩვენ ბატონო თუ გიდა მიქსერის მოსვით მაგრამ მე შემდეგ უნდა მოხდეს ქვიჯაში თავიდან მოთქვება რომ ხوار რამე არ დაგრჩეს რომ მოვთქვიფავთ მე ვამატებთ ისე იგი ჰიალურონის მჟავას აი ბეჯგუფის ვიტამინებს აი ბეჯგუფის ვიტამინებს ეხლა რომელიც აფთიაქში უე აღარ იშვება და გაწყდა აქ 3 ვიტამინი შედის ერთ 3 ვიტამინი ბეჯგუფის ვიტამინებს ვამატებთ შემდეგ ვამატებთ ჰიალურონის მჟავას რომ კონდეს კოლაგენი და ისა მაგრამ ეხლა ამ წუთას არ არის აქ და ვერ ვიშვები ა და e ვიტამინს ვამატებთ და ჩვენ დროს კიდე მახსოვს რომ ვამატებდით აპლიკა აი ეს ფუტკრიზეს აპილაქს ვამატებდით ფუტკრიზე რო დაამატო ნატურალურად შეიძლება ვეღარ შეინახოს შემდეგ კვებავი და ისა ეს გამოდის აფთიაქებში რომელსაც დანაყავდა შეურევ შიგნით და რომელიც ისე იგი ტაბლეტების არქით გამოდის აპილაკი ფუტკრიზზე არის აპილაკი ფუტკრიზზე რომელიც ისე იგი ხალხი სვავს მაგას ხო და ამიტომ და ვამატებდით კიდე ჟეშჩის მაგრამ ახლა დღეს ჟეშჩის აღარ ხმარობენ მაგრამ მე ხანდახან ხმარობ ჟეშჩის შიგ ბორაქს ურევ და ისე ვაკეთებ მას ვაკეთებთ კიდე ბორაქსიან წყალს ბორაქსიანი წყალის გაკეთების დროს 100 მილიგრამზე 2 მილიგრამი ბორაქსი უნდა აი ეს ისე იგი გვარი აი ამათი შედეგად ვიღებთ კრემს რომელიც ისე იგი არის ისე იგი როგორ ვნახოთ ახლა აი ასეთი კრემს მივიღებთ აი ესეთ კრემს მივიღებთ რომელიც არის ვიტამინიზირებული კოლაგენი არ შედის ამ წუთას შედის მარტო ჰიალურონი და ჰიალურონის მჟავა რატო კოლაგენი ხო ყველაზე კარგი არის საერთოდ და პირველი მკვებავია ისე იგი რომელიც სახის კანისთვის არის არაჩვეულებრივი და ნაოჭებისთვის მაგრამ ჰიალურონი არის ისეთი მჟავა რომელიც კოლაგენის წარმოქმნას უწყობს ხელს თორე ის კოლაგენი არ არის, მაგრამ წარმოქმნა ახლა ამ წუთას ეს ჰიალურონის მჟავის ამპულებსაც აკეთებენ კანზე ყველაფერზე რომ კოლაგენი წარმოშოს და კოლაგენი ისეთი ნივთიერებაა რომელიც ისე იგი ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს მას თითქმის 70%, მაგრამ ადამიანი რომ გადადის უკვე ხნეში, აი მაგალითად 40-50 წლის რო ხდება, კოლაგენს ვეღარ გამოიმუშავებს. ამიტომ მას სჭირდება დახმარება აუცილებლად. აი მაშინ ჩვენ რომ ისე იგი სწავლობდით 46 წლის უკან კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის სცენება არ იყო და არც E ვიტამინის სცენება არ იყო. ხოდახოდ იყო აი ასეთი კრემის სცენება და ეხლა კოლაგენმა მოიცვა მთელი ესე იგი მსოფლიო და ამერიკამ პირველად მოგირა მაგას ხელი. და ამიტომ კოლაგენის მიღება რა არის კოლაგენი და რას წარმოადგენს?
კოლაგენი წარმოადგენს ქათმის კანისგან ნახარშ ნივთიერებას. ასევე არსებობს თევზის კოლაგენი, არსებობს ძროხის კოლაგენი. თევზის კანიდან მიღებულ კოლაგენს ცვლიან ყველაზე მაღალ ხარისხიანად და ძროხის კანიდან მიღებულ კოლაგენს. და ეს და არსებობს კიდე ძვლის ნახარშიდან მიღებული, რომელიც ისე იგი ხალხს, ვისაც პოროზი აქვს, ვისაც აქვს ძვლის სისუსტე, ხმარობენ ისინი და სვამენ ტაბლეტების სახით, მაგალითად. მაგრამ კოლაგენიც ისე იგი სახის კანზე მანდამაინც არა ჰიალურონის ჟავაზე გადავიდა ეხლა კოსმეტიკა, რომ ჰიალურონის ჟავა ეს რომ გაიკეთებ და წაისობ და რამე, იმით ისე იგი ხდება გამომუშავება იმისი კოლაგენის. ეს ახლა ამ წუთას ჯერჯერობით ასეთი ამბავია და ეხლა ჩვენ გავაკეთოთ და დახური ეხლა ეს ეკრანი. Help you shit. მომეცი მე და